ტელეფონებით არჩევნების ჩატარების ინიციატივა, რომელიც პაატა ბურჭულაძეს ეკუთვნის, ოპოზიციის ნაწილს ჭკუაში დაუჩნდა. ნაციონალურ მოძრაობაში მზად არიან ალტერნატიულ არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი ფორმით მიიღონ. არჩევნები რაც მეტად ტექნოლოგიურად იქნება დახვეწილი, რაც მეტად სამართლიანად იქნება დახვეწილი, უფრო მეტად სანდო იქნება და უფრო მეტად შეძლებს ამომრჩეველი გამოხატოს საკუთარი ნება. ნებისმიერ ინიციატივას მოვისმენთ. ის რაც ნაციონალური მოძრაობისთვის ტექნოლოგიურად მიღწევადია, შინაარსობრივად ბუნდოვანი და თითქმის შეუძლებელია გახარიას გუნდისთვის. სატელეფონო არჩევნებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს ლელოსაც. ჩვენ ვიბრძვით ჩვეულებრივი კონვენციური არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება ახალი სიასქოს მიერ თავისუფალ პირობებში. ჩვენ ტელეფონით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ, რომ ბუნდოვანი საკითხია საკმაოდ. ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია არავის. შესაბამისად, ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენ თავს არასდროს არ მივცემთ უფლებას, რომ ვინმეს რამისკენ მოუწოდოთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. პაატა ბურჭულაძის ინიციატივით მოხიბლული ოპოზიციის რიტორიკაში პრემიერმა მათი წინა საარჩევნო სასოწარკვეთა მოიკითხა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასერიოზული ეს სასოწარკვეთილება საჩვენებს, რომელშიც არის ჩავარდნილი დღეს ოპოზიცია. ოქტომბერში ჩატარდება ძალიან საინტერესო მუნიციპალური არჩევნები, ჩატარდება ელექტრონული წესით და ვისაც უნდა ყველა შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ არჩევნებში. სანამ ოპოზიცია არჩევნების ტელეფონებით ჩატარებაზე მსჯელობს და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს, მმართველი გუნდი ოპონენტების არასერიოზულობაზე საუბრობს. საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, ის რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, საკუთარი ამომრჩევლის დაცინვა და მოტყუებაა. ტელეფონით ჩატარებული არჩევნები არავის არ გაუგია დედამიწის ზურგზე და უბრალოდ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს საკუთარი თავით, როცა ამბობენ, რომ მაგალითად ბიულეტენმა გაჟონა და ამითი დარღვეული არის ხმისმფარველობის უფლება, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში, მაშინ რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები შეიძლება არსებობდეს, ეგ ცალკე ამბავია, უბრალოდ არასერიოზულია, სასაცილო მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები. აქ არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ეს რაღაცა პარალელური მიმართულებით თომ არჩევნების ჩატარებით ჩვენ საზოგადოების ასე წინაშე რაღაც სხვა ირეალური მოცემულობა დააყენონ. ვინ რომელი ტელეფონით დარეკა, ალბათ ამასაც მნიშვნელობა ექნება ბურჭულაძე დარწმუნებული ვარ თავს გაართმევს, როგორც იავნანაში გაართვა თავი ამ საქმეს და საინტერესო პროცესი იქნება ასეთი არასერიოზული მიდგომა თავიდან ბოლომდე რო ვთქვათ ბურჭულაძის. რაც შეეხება შეხვედრებს, რა თქმა უნდა ის რომ უგულავამ თქვა რომ ჩვენ მოგვიწევს თუ კი გვითხრეს უცხოეთიდან რომ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებშიო, ეს ყველას თავში უტრიალებს. თვითმმართველობის არჩევნებზე 64-ვე მუნიციპალიტეტში სასურველი შედეგების მისაღებად მმართველმა გუნდმა წინა საარჩევნო მზადება უკვე დაიწყო. ოპოზიციის ნაწილმა კი ჯერ იმის პასუხიც არ იცის, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა. ნაწილი კი ტელეფონით პარალელურ არჩევნებს აანონსებს.